დადგა ეს დღე მარსიან. და მოვახციეთ ჩვენ საფლავამდე. არ მჯერა სიმართლე რო გითხრა, რომ წელიწად ნახევარი გავიდა უკვე. აი საშინელი დღიდან, როდესაც ჩვენს გვერდით აღარ იმყოფები. წელიწად ნახევარი. და ამ წელიწად ნახევრის მანძილზე, ესე იგი, ჩვენ პრაქტიკულად დღე არ გასულა, რომ შენი სახელი არ გვეხსენებინო. მარსიანმა ეს თქვა, მარსიანმა ეს გააკეთა, მარსიანი ამას არ გადაწყვეტა და დღეს ჩვენ ყველაზე ერთგული ადამიანები შეიძლება თამამად ითქვას. მე ჩვენი ისინდელი, ყველა ისინდელი არა ვართ აქ. ჩათვალე რომ ყველა გულით არის, მე და მარეხი ვართ ისინდიდან, რეიგანი, შენი თავდადებული მეგობარი ქალბატონი ლამარამისი მეუღლე, შენი გულბატონი დიმა, პიროვნება გიცნობდა, ნუ კარგად გიცნობდა თუ არ გიცნობდა, პატივს გცემდა რახან, მან ამოგვიყვანა ჩვენ აი ამ სიშორე გზაზე. აი ძალიან ბევრი დაბრკოლება გვეღობებოდა, მინდა ვთქვა, რომ ამ წელიწად ნახევრის განმავლობაში აი სულ რაღაცა იყო ისეთი, რომ ისეთი დაბრკოლება ის ზღაპრებში როა, რომ ხან ეს მოხდა, ხან ის და კიდევ მოხდა ყველაზე დიდი უბედურება ჩემს ცხოვრებაში, მინდა რომ შენ მოგისამძიმრო, იმიტომ რომ ვიცი ძალიან გიყვარდა დედაჩემი, დედაჩემს ძალიან უყვარდით. ყველაზე მოვდივარ მე ჩემს ყველაზე ერთგულ უპირველეს მეგობართან და მას მინდა რომ შევტირო ის, რომ დედა გამომეცალა ხელიდან. გახსოვს დედა? აი ესე რომ გიხუტებდა ხოლმე გულში და როგორ ესე იგი როგორ უყვარდა, სულ ამბობდა რომ აი გენიალურია მარსიანი, როგორი დახვეწილია, როგორი აი კარგი პიროვნებაა და აი ყოველთვის დიდი სიყვარულით საუბრობდა შენზე და როდესაც შევატყობინე შენი გარდაცვალების ამბავი, ისე კარგად მახსოვს. აი გულამოსკვნილი ტიროდა დედა. და ეხლა მე ვიცი შენ რომ ამ დღეს შესწრებოდი მარსიან, რომ შენს თვალებიდან ცრემლები წამოგცივდებოდა და ძალიან განცდიდი ამ ამბავს. საშინელი წელიწადი იყო, მოკლედ ჩემთვის ის 2025 წელი, როდესაც შენ დატოვე სააქაო, ასე ვთქვათ, და გადახვედი იმ სამყაროში და აგერ მეორე საზარელი წელი პრაქტიკულად ამოსუნ თვის საშუალებაც არ მომეცა, რომ დედა ჩემი ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ვინც ყველაზე ძალიან მიყვარდა, გამომეცალა ხელიდან, სხვათა შორის იღიმებოდი ხოლმე, როცა მარსიანი იმ დროს ვერ შეესწრო, როცა ჩვენს პოეტურ სახლში სულ პოეტები მოდიოდნენ, იკრიბებოდნენ ხოლმე და ხშირად რომ საუბრობდით ხოლმე, დედა დაიმორცხებდა ხოლმე და ერთხელ უთხრა მარსიანმა, ქალბატონო დიანაო, მე ვიციო, რომ თქვენ ესე იგი ძალიან ბევრი პოეტის თვისო, ასე ვთქვათ, გაგიწვდიათო დახმარების ხელიო და ძალიან ბევრ პოეტს ფარველ ანგელოზად მოვლენი ხართო, იკას განვიციო და ისედაც ვიციო და დედას გაეღიმა მახსოვს და არ ღირსო ამის აღნიშნავ და როგორ არ ღირსო მარსიანმა უთხრა. იმიტომ ღირსო, რომ პოეტები ბავშვებივით ვართო და ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდებაო ზრუნვა, მოფერებაო და ბედნიერი ვარო თქვენ რომ გაგიცანითო, ისეთი მზრუნველი ხართო, არა მარტო იმიტომ რომ თქვენ შეგიძლიათ ადამიანები თქვათ აი დააპუროთ, თქვენ ხართ ამავე დროს აი საოცრად როგორიო, იცით, რომ აი გესმით ყველა, მისი ლექსები ესმოდა. ეს იყო კიდე მთავარი და რამდენჯერ დამირეკავდა ხოლმე და მეტყოდა, როდის იქნება რომ ის სინჩი მარსიანის ეს თავისი შესანიშნავი წერილი დაიბეჭდოს, შესანიშნავი ლექსი, იმიტომ რომ იყო ის თავგადაკლული მკითხველი და შემფასებელი და დამფასებელი იყო და ეს უხაროდა მარსიანს, ისევე როგორც ყველა პოეტს, ეს გიხაროდა მარსიანი, იმიტომ რომ ზუსტად ეს არის, როდესაც შენ დაწერე შენი არაჩვეულებრივი და ძალიან აი მტკივნეული და ძალიან გულახდილი წერილი, სხვა შორის პოეზიის დიდი დევნილობა, სწორედ ამ პოეზიის დიდ დევნილობაში არის გაცხადებული ის, რომ ყველაზე მეტად პოეტს სჭირდება მხარდაჭერა, გაგება სჭირდება, თუ ზრუნვა და დაფასება სჭირდება სიცოცხლეში და რაც შენ სამწუხაროდ საზოგადოებისგან ჯერჯერობით არ ჩანს ეს, მოდი ესე არ გიღირსა მეთქი ამ სიტყვას, ნამდვილად ვერ გეტყვი შენი გენიალურობიდან გამომდინარე და იქიდან რომ ჩვენ რაც შეგვიძლია, მე რაც შემიძლია, მეგობრებს რაც შეგვიძლია, ისინიც ჩვენ ყველაზე მებრძოლ ჟურნალს, მას შემდეგ ისე გამოდის ჩვენი ჟურნალი, რომ მარსიანი წერია ჩვეულებრივ, არავით არის შავი არში, არ არის. მე გადავწყვიტე
კი, რეიგანს მეუთხარი თავიდანვე, რომ არანაირი შავი არშია. არ უნდა გქონოდა, იმიტომ რომ ის მუდამ არის ჩვენთან, მუდამ მისი ყდა, მუდამ მისი წერილები, აი ჩვეულებრივ, როგორც აი ვაჟას თქმის არ იყოს რა ზოგჯერ ბევრ ცოცხალსო ერთი გვდარი ჯობიაო, ისე არის ზუსტად. ახლაც ამოძრავებ ისინს, ახლაც ქართულ მწერლობას ამოძრავებ იმის მიუხედავად, რომ შენ ფიზიკურად ჩვენ გვერდით არ იმყოფები და ალბათ ისიც სიმბოლურია, რომ მართალია შენ აქ დაკრძალვა ნამდვილად არაფერში არც ნახე როგორ გვინავს. ვეხმიანება. შეხედეთ თითქოს საოცარია. აი გარდაცვალების დღეს იყო თოვლი. მზე ჩამოდიოდა ესე მზიანათებდა ამ ხამლისთას და რაღაცა სასწაული იყო ხალხო, საოცრება იყო, რაღაც მითიური, სიმბოლური და ერთი მხრივ ის რომ თითქოს შენ აქ არაფერი არ გესაქმებოდა, მაგრამ მეორე მხრივ რომ ჩაუკვირდე პოეტურად ამ ხამლის მთის ძირას, ლომის გრგვინვა, სულ სხვა მოსასმენია. შენ ბევრ ჩებლექსაც იქ გაიგებდი, რომელიც მე მოგიძღვენი და კიდევ მოგიხსნი და კიდევ მოგიძღვნი და კიდევ წაგიკითხავ და უამრავი ეს იქნება, მაგრამ დღეს ზუსტად შენი წიგნით მოვედით ლომის ზოდიაქო და მე მოწმება რეიგანი უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ რეიგანი ისეთი დამფასებელია შენი პოეზიის და შეაგროვა მან რა ვიცი რამდენი წერილი, რამდენი სტატია როგორ გაეხარდა. წეგანაც გზაში რომ მოვდიოდით იმას იხსენებდა რეიგანი, რომ როცა ლომის ზოდიაქო დაიბადა შენი ლექსების კრებული, აი ბავშვივით იყავი გახარებული, რომ აი მეღირსამე ჩემი წიგნი და ვფიქრობ რომ აქედან აუცილებლად მე როგორც ყოველთვის უნდა წავიკითხო შენი შედევრებიდან ერთ-ერთი ეს ეპოქალური წიგნია ვიტყვი და რამდენჯერაც არ უნდა გამოვიდეს დაამშვენებს რა თქმა უნდა ქართულ მწერლობას და ასეთი ფორმითაც რო გამოვიდა ესეც ორიგინალური რო არის ეს არის ძალიან კარგი იმიტომ რომ არ გავს სხვა წიგნებს როგორც შენ არიყავი ჩარჩოში ჩასმული ისე არ შენი უსაზღრო პოეზია მაღალმხატვრული და ნახე ეს ლომი რამდენი ლომი უნდა დახატულიყო სადაც არ ვიცი აი რაღაცა ოცარი წინასწარმეტყველება იმისა რომ მოვა დრო შენი გაგების და შთამომავლობა მაინც გაღიარებს შენ როგორც გენიალურ შემოქმედს მრავალ მხრივს ელვარე ტალანტს როგორც ჩვენ გიწოდებდით და სიცოცხლეში გაღიარებდით აი მოვედით შენამდე მოვედით მე რეიგანი მარეხი ლამარა დიმა და ის გულები სად არის რომელი გულები მე რო გავაკეთე გულები რეიგანმა ძალიან ორიგინალური რამ გააკეთა, მაგრამ მე მგონი რეიგანი წავა ახლა და თავად მოიტანს, იმიტომ რომ მანქანაში იმაში ჯიბეშია. ჯიბეშია ჩემთან, მანქანის ჯიბეშია. რეიგანმა საოცარი რაღაც გააკეთა, რომ ამ გულებზე დააწერა, ამოყვეთა ჩვენი სახელები. და სანამ წავა რეიგანი, მოიცადეთ, მაშინ მე ახლა გადავფურცლავ. ნებისმიერი ლექსი, რომელიც შემხვდ. მოვედუფალო. აი ამაზე გადავფურცლე მე და ეს უნდა წავიკითხო. და ამ ნახე როგორი საოცარია. ლომების გრგვინვა ისმა, მომავლის ველთა მიღმა. უგზოთ მიმსვლელთა რისხვათ მოევლინების სოფელს. ღვთიურინების ყოფელს დრო აღარ აქვს სურს ნიღბად. ცოდვათა ნავსურ იღბალს შუქს უმოწყალოთ მოხფენ. შენით განდიდდა მამა უფალი, ვით განგადიდა მანვე. შებოჭენებით გარდაუვალით ეშმა ბილწი და მავნე. უჟამო ჟამის მზე და მოენთე, უფლის სიტყვავდა ძალო, ეგრევ გალეწე მიდამო ერთი. ცოდვათა ჩვენთა კალო, ლომთა ქუხილი ზარავს, წყდიადის ძეთა კარავს, ვერ დაამწყდია მარად, ცამ ძველი გველეშაპი, სისხთა სისველე, ქაფი, ცხადსა და სიზმარს ფარავს, ექცა გლოვისა კარად, სულეთის შიშველ ნაპირთ, გარდამოვარდა ქვეყანას ზედა, შემოეგრაგნა სივრცეთ, უნდა გამთიშველ სამანს აღზევდა, მართალთ რომ ტანჯვად მისცემს, მაგრამ შებოჭე წლითა 1000-ით, ის დასაბამის გველი, ღვთის ძვინვარების დასთხიე თასი, ბილწთა ზრახვათა მსრველი, ლომთა მძვინვარე ბანი,
ჟამთა ბოლოთა ძრწანი ყოფნის სიმბოლოდ ცანი აჰა გახსნილა ზეცა ნუგეშის ტალღამეცა ახალი იერუსალემს ჭრეთ ალმას ზურმუხტ ლალით მზის ოქროდ მთვარის ვერცხლად აწ განიხარეთ სულუნო მართალთა გელით საუფლო კრავის ეშმას დროჟამი აჰა დამთავრდა ხე ცხოვრებისა ყვავის ნეტარ ხარ სიტყვით გარდაუვალით წყლისა ცხოველის წამით ჰე მოვალსადრე ამბობს უფალი მოვედ უფალო ამინ